დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან კამანის გმირები. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისტორიაზე, რომლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილმა არ იცის. ეს არის ისტორიის ყველაზე მძიმე წერტილი საქართველოს უახლოეს ისტორიაში 1993 წლის 5 ივლისს კამანი დაეცა. მას მოყვა ძალიან მძიმე ტრაგედია. სვანებით დასახლებული პატარა კამანი თითქმის ბრძოლის ველზე დაეცა ზაზა პაკელიანის მეთაურობით. ეს იყო გმირობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, რომელსაც საქართველოს ისტორია დიდ დროს არ უთმობს, განსაკუთრებულ დროს არ უთმობს სამწუხაროდ. დღეს ჩვენ სწორედ ამ ტრაგედიაზე ვისაუბრებთ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან კამანელები, ჩემი მეზობლები. დღეს ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეთერია. კამანის მკვიდრი ერთ-ერთი მებრძოლი ემიზარ კახიანი ბოდისფუხტი, რომლის ძმაც ასევე მალხაზი შეეწირა ამ ტრაგედიას. მალხაზის მე ვიცნობდი, ასევე ჩვენი გადაცემის სტუმარი არის კამანის ასეული შტაბის უფროსი სოსო გერლიანი.